მე-20 საუკუნის საქართველო. ქვეყანაში ცისფერყანწელების შემოქმედება ყვავის. ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილისა და სხვა მრავალი სიმბოლისტი პოეტის შემოქმედებას აქ კარგად იცნობენ და აფასებენ. საქართველოს სანახავად უცხოელი მწერლები და პოეტები ჩამოდიან. და მაინც. სერგეი ესენინის ვიზიტი ცისფერყანწელებისთვის ყველაზე დაუვიწყარი აღმოჩნდა. ახალგაზრდა პოეტებს შორის შეხვედრის მომენტიდან მათ სამუდამო მეგობრობას ჩაეყარა საფუძველი. ნინო მაყაშვილი, ტიციან ტაბიძის მეუღლე, თავის მოგონებებში იქონებს, რომ როდესაც ესენინი საქართველოში ჩამოვიდა, ქონდა რაღაც არაჩვეულებრივი საღამო, რომელსაც ნინო დაესწრო. მას შემდეგ ის გახდა ძალიან ხშირი სტუმარი მათ ოჯახში. აქ ცხოვრობდა კიდეც, აი ამ სახლში ცხოვრობდა კიდეც და ნინო იგონებდა, რომ იყო არაჩვეულებრივად საინტერესო ადამიანი და იყო აი როგორც პატარა ბავშვი. სერგეი ესენის იმ პერიოდში ხულიგანის სახელით იცნობენ. სასამართლოში მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. საზოგადოება მას გიჟს ეძახის. ბრალსდებენ ალიაქოჩში, ჩხუბსა და სხვა ანტისოციალურ ქმედებებში. ბოჰემური ცხოვრებით დაღლილი ესენინი საქართველოში ნამდვილ სამოთხეს პოულობს და ხშირად აღნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ის ყველაზე ბედნიერია. მართლაც სერგეი ესენინმა საქართველოში ყოფნის დროს 33 ნაწარმოები შექმნა, მათგან 24 ლექსი და 9 პოემა. მისი შემოქმედება ტიციანმა და პაოლომ ზეპირად იცოდნენ, თუმცა ლეგენდარული პოეტის ცოცხლად მოსმენა მათთვის ერთი დიდი სიამოვნება იყო. ტიციანი და პაოლო ესენინს ხშირად უკითხავდნენ ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას. ესენინი ვაჟა-ფშაველას ლექსებითა და პოემებით მოიხიბლა და მისი რუსულ ენაზე გადათარგმნაც გადაწყვიტა. ყველაზე მეტად მოეწონა ვაჟა-ფშაველას ლექსი იასუთხარი ტურფასა. და რამდენჯერმე სთხოვა ტიციანს, რომ ეს ლექსი მისთვის გადაეთარგმნა. თქვა, რომ ვაჟა-ფშაველა მისი სულისთვის არის ძალიან ახლობელი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა, ესენინი სამშობლოში მალევე დაბრუნდა. ცისფერყანწელებისა და სერგეი ესენინის მეგობრობა მისი მოსკოვში ყოფნის პერიოდშიც გრძელდებოდა. ჩემო მეგობარო ტიციან, უკვე მოსკოვში ვარ. ძალიან მიხარია, რომ მეგობრებს ვხედავ. ვიხსენებ და თბილისზე ვუყვები. ჩვენი თავგადასავლები აქ უკვე იციან იმის ჩათვლით, პაულოს კებს ხაში როგორ ვხარშავდით. საქართველო მომაჯადოა. როგორც კი მოსკოვსა და პიტერში ჩემს კუთვნილ ჰაერს შევსვამ, უკანვე თქვენსკენ გამოვეშურები, რომ გიხილოთ და მოგეხვიოთ. მიუხედავად დაპირებისა, სერგეი ესენინი საქართველოში აღარ დაბრუნებულა. წერილიდან რამდენიმე თვის შემდეგ ტიციანმა მისი თვითმკვლელობის ამბავი რედაქციაში გაიგო. რამდენიმე წლის შემდეგ მწერალთა სახლში თავს იკლავს პაოლო იაშვილიც, სწორედ იმ თოფით, რომლის ჩუქებასაც ის ესენინისთვის აპირებდა. 1927 წელს ანტისაბჭოური მოღვაწეობისთვის აპატიმრებენ ტიციან ტაბიძეს. დაპატიმრებიდან რამდენიმე თვეში პოეტს სიკვდილით სჯიან. სამივე პოეტის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა, თუმცა ერთად გატარებული პერიოდი სამუდამოდ აღიბეჭდა ტიციანის ესენინისადმი მიძღვნილ ლექსში. ამხანაგებო თუ ღრმაღელეში ჩვენი თავებით სადმე დაგორდეს, ყველა მიცოდეს, სხვა პოეტებში ესენინ ჰყავდა ძმად ცისფერ ორდენს.